გამარჯობათ, მე ვარ გიგა, გვირგვინის მთავარი ადმინისტრატორი და ამ ვიდეოში გასწავლით, როგორ დავაყენოთ ქართული კლავიატურა ნებისმიერ Windows-ზე. როგორც ვიცით, Windows XP SP3-ს არ მოყვება ქართული კლავიატურა და შრიფტები. და ასევე არის ბევრი Windows, რომელსაც არ მოყვება, მაგრამ ბევრია ისინი, რომელსაც მოყვება. თუ თქვენ გაქვთ ის Windows-ი, რომელსაც არ მოყვება და აგინდათ ქართული კლავიატურა, მაშინ ჩვენ დაგეხმარებით მის დაყენებაში. დაგჭირდება ესეთი ფაილი, რომელსაც ვიდეოს აუცილებლად მოვაყოლებ. შევდივართ Georgian Fonts by გვირგვინი open ამას გავხსნით და ახლა შევდივართ control panel-ში. შემდეგ შევდივართ fonts, თუ რუსული ექნება შრიფტი, ყველას მოვნიშნავთ ამის გარდა და გადმოვიდანთ. ოკეი, ესე ვიზავთ ბევრ ჯელს, სანამ არ ავა ეს 100%-ზე. აი ესე. და შემდეგ გავხსნით old geo fonts და ამასაც გადმოვიდანთ ესე. ოკეი, ბევრ ჯელ. ეს უკვე დამთავრდა. ახლა დარჩა ბოლო ეტაპი. შევდივართ ისევ აქ, ქართული წერა by გვირგვინი, install, I agree, file progresses, ეს დამთავრდება. ოკეი. და ბოლო შტრიხი, ახლა შევდივართ ისევ control panel-ში. Regional and language options გავხსნით, language details. Add-ს დავაწვევით. როგორც შევთქვათ, ნებისმიერს, რომელიც ჩვენ გვინდა, მაგალითად აი Greek-ს და აქ ვერჩევთ Georgian lit. ანუ ლათინური. ოკეი. და ახლა ვნახოთ წერს თუ არა მართლაც ქართულად. აი, ჯერ ინგლისურზე აყენია და შემდეგ რომ გადავიყვანთ აი Greek-ზე მაგალითად, წერს უკვე ქართულად. ხედავთ. ნებისმიერი რამე, მაგალითად. Poppy, ნებისმიერი. აი. სულ ეს იყო, ამით ვიდეო დამთავრდა. მგონი ძნელი და გაუგებარი არაფერი არ არის. თუ რაიმე პრობლემა ან კითხვა გექნება, დაწერეთ კომენტარებში.